თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შალვა მაღლაკელიძის მოგონებების პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მე-20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი გენერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არის მოთხრობილი, რომელიც წლების წინ შალვა მაღლაკელიძისგან მწერალმა ვიქტორ ცხილაძემ ჩაიწერა. ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური, ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორი იყო. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და წლების განმავლობაში ემიგრაციის პერიოდში აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიცოცხლის ბოლო წლებში ის საქართველოში დაბრუნდა. მოგონებები გამომცემლობა პეგასმა დაბეჭდა. ძალიან საინტერესო მოგონებები გახლავთ. ძალიან ბევრი ფაქტი არის სრულად ახლებულად წარმოჩენილი. აქ არის ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიას სრულად ახლებულად წარმოადგენს. უნივერსიტეტის პირველ კორპუსში რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა ახალი ბიბლიოთეკა და აქ მკითხველს გარდა იმისა, რომ შეუძლია ნახოს მისთვის სასურველი ლიტერატურა, ჩვენ ვთავაზობთ საინტერესო ფორმას წიგნების პრეზენტაციისა, მასპინძლობთ გამომცემლობა პეგასის პროდუქციას, განსაკუთრებით ძალიან საინტერესოა ბოლო ნამუშევარი მათი.